სპორტული ღონისძიების ორგანიზება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს შიდა და გარე რესურსების სწორ მართვას, ერთობლივ მუშაობას და დიდი ყურადღების გამახვილებას სხვადასხვა დეტალებზე. იმისათვის, რომ წარმატებით მოაწყოს სპორტული ღონისძიება, საჭიროა მრავალი კომპონენტის გათვალისწინება. პირველ რიგში ადგენენ დეტალურ ბიუჯეტს, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს, ადგილმდებარეობას, აღჭურვილობას, პერსონალს, მარკეტინგს, პრიზებს, ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ. საორგანიზაციო გუნდი ქირაობს პასუხისმგებლიან გუნდს, რომელსაც ევალებათ ლოგისტიკის, მარკეტინგისა და უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფა. ზოგიერთი ჩემპიონატისა და ტურნირის ორგანიზებისთვის მასპინძელ ქალაქში სრულიად გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა, ეწყობა ახალი აეროპორტები და გზები, რაც შესაბამისად ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდის. რეიტინგში სწორედ ასეთ შემთხვევებს განვიხილავთ, თუ რომელ ღონისძიებებს ესაჭიროებოდათ დიდი ფინანსური დანაზოგები. მეხუთე ადგილი FIFA საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, $1 მილიარდი. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბიუჯეტის ოდენობა გაამხილა. ვინაიდან ახალ ტურნირზე მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს და ტურნირი თითქმის ერთი თვე გაგრძელდება, მოთამაშეებმა გადატვირთულ კალენდარს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი დიდი ტურნირი მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა ტრავმებიც გამოიწვიოს. ამის დასაკომპენსირებლად ჯანი ინფანტინომ საპრიზო ფონდად უპრეცედენტო თანხა $1 მილიარდი დააწესა, ანუ იმდენივე, რამდენის ტურნირის ორგანიზება ჯდება. ჯერჯერობით უცნობია საპრიზო თანხა როგორ განაწილდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ჩემპიონი გუნდი 100 მილიონს მიიღებს. საკლუბო მუნდიალის ოფიციალური გამშუქებელი DAZN იქნება, რომლისგანაც FIFA-მ $1.05 მილიარდი მიიღო. ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებში თავად დონალდ ტრამპი იქნება ჩართული, ამასთან ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის სპეციალური მცირე სატრანსფერო ფანჯარა 1-დან 10 ივნისის ჩათვლით იქნება ღია, რა დროსაც შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ. განახლებული საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და მას ამერიკის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ფინალისთვის ნიუ-ჯერსიში მდებარე მეტლაიფის სტადიონია არჩეული, რომელიც 82,500 ადამიანს იტევს. მეოთხე ადგილი ფორმულა 1, $2.5 მილიარდი. 2025 წლის სეზონში მსოფლიოს საუკეთესო 20 მესაჭე ერთმანეთს 5 სხვადასხვა კონტინენტზე არსებულ ტრასებზე დაუპირისპირდებიან და წლის ბოლოს მათ შორის საუკეთესოს გამოავლენენ. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა 10 გუნდი იქნება ჩართული გათამაშებაში, ვინაიდან 2026 წლიდან შეჯიბრს კადილაკიც დაემატება. ფორმულა 1-ის შეჯიბრებები ხშირად ტარდება სპეციალურად დამუშავებულ ტრეკებზე, რომლებიც მრავალდონიანი და ტექნიკურად რთულია. ტრეკები უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ხარისხის და რეგულაციებისა და სტანდარტების მოთხოვნებს. ახალი ტრეკის შენება შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული მილიონი $-ის ინვესტიცია. არსებული ტრეკების შენარჩუნება და გაუმჯობესება, როგორიცაა გზა, ბარიერები, სასწრაფო დახმარების პუნქტები, ელექტროობა, სანათები, უსაფრთხოების სისტემები და სხვა, ყველაფერს სჭირდება მუდმივი ფინანსური რესურსი. ფორმულა 1-ის გუნდი მოიცავს სხვადასხვა სპეციალისტს, ინჟინრებს, მექანიკოსებს, ტექნიკურ ექსპერტებს, სერვისის პერსონალს და დიზაინერებს. ამ ადამიანების ხელფასი და მათ მიერ გამოყენებული აღჭურვილობის შეძენა და გამართვა ერთ-ერთი მთავარი ხარჯია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემპიონატის ბიუჯეტი წარმოდგენას ქმნის, რომ ის კიდევ უფრო ძვირი უნდა ღირდეს. მესამე ადგილი ჩემპიონთა ლიგა $3.4 მილიარდი. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი რებრენდინგიდან 33 წელი გავიდა და მას შემდეგ ამ ტურნირს ასეთი მასშტაბური ცვლილებები არ უნახავს. ასეთი ცვლილებების მთავარი იმპულსი კი სუპერლიგა გახდა, რომელსაც რევოლუცია უნდა გამოეწვია. სუპერლიგის ფორმატი ჩავარდა და UEFA-ც მიხვდა, რომ საუკეთესო საკლუბო ევროპულ ტურნირს განახლება ესაჭიროებოდა. ახლა როგორც ვიცით, შვეიცარიული სისტემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 32-ის ნაცვლად 36 გუნდი ერთ ფაზაში არიან და მათ შორის ტოპ კლუბების ჯახსაც პირველივე ეტაპზე ვხედავთ. 2022-23 წლების სეზონში UEFA-მ $3.7 მილიარდი გამოიმუშავა ევროთასებიდან, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის წილი 3.2-ით განისაზღვრა. 2015-დან 2019 წლამდე UEFA-ს შემოსავლები ეტაპობრივად იზრდებოდა, რის შემდეგაც მოხდა COVID პანდემია და 2022 წლამდე უწინდელ მნიშვნელამდე ვერ დაბრუნდა მაჩვენებელი. შემოსული თანხების 83% მედია უფლებებზე მოდის, 14% სპონსორების წილია, ხოლო დანარჩენი 3% ბილეთებზე და სხვა აქტივობებზე. ახალი ფორმატის სადებიუტო სეზონში განახლება არ ჰქონია, თუმცა მომავალი წლიდან უკვე UEFA გეგმავს, რომ $4.4 მილიარდი მიიღოს, რაც 700 მილიონით აღემატება ძველი სისტემით დაგენერირებულ თანხას. თუმცა UEFA-ს მიზანი 5 მილიარდიანი ზღვარის გადალახვა, აქ კი გადამწყვეტი ფაქტორი თამაშების რაოდენობის მატებაზე მოდის. ორგანიზაციამ რაოდენობა 125-დან 189 თამაშამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპონსორების რეკლამები უფრო ხშირად გამოჩნდება და შემოსავლებიც მოიმატებს. მეორე ადგილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, $41 მილიარდი.
სოჩამ წინასწარ მზადებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. თვითონ ოლიმპიადიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც უკავშირდება ბილეთების გაყიდვას, სატელევიზიო უფლებებს, სპონსორებს და ასე შემდეგ, ხარჯების 10%-იც ვერ დაფარა. ამ ყველაფერმა კი სახელმწიფო სერიოზული კრიზისი მოუტანა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ამოვლენას სამომავლო გამოყენებისთვის გამოსადეგ დაწესებულებება დასაღებენ და სახელმწიფო წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ხარჯებს ნელ-ნელა მომავალში ამოიღებენ. რუსებმა სოჩამდე მისასვლელად ახალი რკინიგზა გაიყვანეს სხვადასხვა მიმართულებებით, რაზეც 8.7 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ასევე ააშენეს 10-ზე მეტი არენა, რასაც მილიარდზე მეტი დასჭირდა. თუმცა ტურნირის დასრულების შემდეგ სოჩას მიმართულებით დიდი დატვირთვით აღარ გადაადგილდებიან მატარებლები და მოუწიათ გარკვეული არენებისა და სტადიონების გაუქმება აუთვისებლობისა და შენახვისთვის არსებული გადასახადების გამო. ასეთი გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ხარჯების შედეგად რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა სოჩის ოლიმპიადიდან, რომელიც ღონისძიების ისტორიაში დღემდე უძვირეს თამაშებადაა მიჩნეული. პირველი ადგილი 2022 წლის FIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი 220 მილიარდი დოლარი. არაოფიციალური ინფორმაციით ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ღონისძიება, რომელიც პლანეტის ისტორიაში ჩატარებულა. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კატარმა 220 მილიარდი დოლარი დახარჯა და ამით რეკორდების რეკორდი დაამყარა. ადგილობრივების აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატი ეროვნული ხედვის ნაწილია, თანხა უფრო ფართო განვითარების გეგმაში ჩაიდო, რომელიც ხელს უწყობს ქალაქების, ობიექტებისა და ინდუსტრიის განვითარებას. 220 მილიარდი დოლარი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიხარჯა, ქვეყნის ეროვნულ განვითარებასა და მოდერნიზაციასთანაა კავშირში. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი, ახალი გზები, მეტრო, აეროპორტები, სასტუმროები და ტურისტული ადგილები მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი სტატუსამდეც იყო დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი 7 სტადიონის მშენებლობა 6.75 მილიარდი ევრო დაჯდა, ამასთან განახლდა ძველი საერთაშორისო სტადიონიც. 220 მილიარდი ისეთი თანხაა, რომელიც ერთობლივად აღემატება ისტორიაში ყველა დანარჩენი მუნდიალის საერთო ღირებულებას. კატარელებისა და არაბების მიზანი დასავლურ ცივილიზაციაში და ერებში თავის დამკვიდრება და მსოფლიოს ასპარეზზე მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც იდეალურად გამოსდით, ვინაიდან 2034 წელს მუნდიალს უკვე საუდის არაბეთი უმასპინძლებს.